ხედა ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა კაცმაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შევიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ანგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება გამარჯობა, მოკლედ ინაუგურაციაზე ვიყავი. ხო და ბოლომდე ვერ დავრჩი, იმიტომ რომ გადაცემა უნდა ჩამეწერა და რაღაცები გავამატანეს. შეხედე ელისო ჩაფიძეს. მართლა კაი ხაჭაპური გამოაცხო. მაინო, გუგი შენც გავამატანეს რაღაცები. აქ არის ისა რა ქვია, ქათმის ფრთები და კისრები. ეს დაგიტოვა მარტო გუბასთან იკიძემ. მოვარტი. ხოდა შეგიძლია ახლა სანამ მე აქ საქმეს გავაკეთებ, ნელ-ნელა. ხო, აბა შეინცი. მოკლედ, კემბრი ხაჭაპურია. ესე იგი, ეს რაც შეეხება ინაუგურაციას. მოკლედ რამდენი პოლიტიკოსისგან გამიგია ეს ფრაზა, მაგრამ არასდროს ყოფილა სიმართლე. აი, ამ საღამოს უკვე 2013 წლის 17 ნოემბერს ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ და ეს იქნება სიმართლე, რომ დღეს დამთავრდა მიხეილ სააკაშვილი. სამაგიეროდ დღეს დაიწყო გიორგი მარგველაშვილი. ერთ კვირაში დაიწყება ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი ღარიბაშვილი და ერთ კვირაში დაიწყება შინაგან საქმეთა მინისტრი ჭიკაიძე. აი ხალხო, რა არის ეს ცხოვრება? 2 კვირის წინ, 2 წლის წინ, ბოდიში, 2 წლის წინ ვინ იფიქრებდა, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი წავიდოდნენ და მოვიდოდა ჭიკაიძე. ხო არავინ არ იფიქრებდა ამას. ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი ხუმრობა ალექსანდრე ჭიკაიძეზე. კაცი 28 წლის არის და მე შვილის ტოლა ხალხზე არ ვხუმრობ ხოლმე. ამიტომ დღეიდან ვიხუმრებ ისევ ჩემზე უფროსებზე, ანუ გია სურამელაშვილს. დიდი მადლობა. ესე იგი, მომავალ კვირაში უკვე გვეყოლება ახალი მთავრობა, 31 წლის პრემიერი, 28 წლის შინაგან საქმეთა მინისტრი და ლოგიკური იქნება რაღაც ბალანსი რო დავიცვათ, რომ ჯანდაცვის მინისტრი იყოს 41 წლის. თან სულ რაღაც 2 კვირა მაქვს დარჩენილი, რომ ვიყო 41 წლის და ძალიან გთხოვთ, გამოიყენეთ ქვეყნის საკეთილდღეოდ ეს მაგიური რიცხვი. გუშინ იყო სააკაშვილის მმართველობის ბოლო საღამო. შესაბამისად ეს იყო ბოლო საღამო, როცა მას შეეძლო მიეცა საქართველოს მოქალაქეობა ნებისმიერი მსურველისთვის. მე ჩავიარე რეზიდენციასთან და იქ ხდებოდა დაახლოებით ისეთი რამ, რაც აი ამ ვიდეოში. გთხოვთ. პარლამენტიც ძალიან აქტიური იყო ამ კვირაში, შემსუბუქდა ჯარიმები ავტოსაგზაო დარღვევებზე და გამკაცრდა ჯარიმები დანის ტარებაზე. ამიტომ თუ კი ვინმეს დაჭრას აპირებდით, არ გირჩევთ, ჯობია მანქანით გადაუვაროთ.
ამ კვირაში პარლამენტი მსჯელობდა ბიუჯეტზეც. ძალიან ისეთი ნერვიული განხილვა იყო, დაძაბული და ნახოთ ერთ-ერთ დეპუტატს რა წამოწდა. წყლისა და ასე თქვა თბილისის წყალმომარაგება და რუსთავის წყალმომარაგება არის რუსული კომპანიის ხელში. კიდე რა ვთქვა, კაცო, აბის დედავატირე, ბოდიში თავსიტყვაზე რა, უბრალოდ აშფოთებული ვარ. ნუ ამის დედავატირე წამოწდა, ბოდიში მოიხადა, ეს ბოდიში იყო თავიდან, თორემ მერე უკვე რაც მოხდა, ხო? ესე იგი, სულ გამოდი გარეთ შენ აბიჭვარო ეძახეს ერთმანეთს. და ზოგიერთ დეპუტატს მე მინდა ვთხოვო და მოუწოდო, რომ ეხა საცემად მაინდა-მაინც ზვიადაურს ნუ გაეკაჩებით ხოლმე. კარგი, ეს რაც ხდებოდა პარლამენტში. და ნახოთ რა დღეში იყო პარლამენტს გარეთ ირაკლი წერეთელი. გთხოვთ. საქართველოში გაბატონებული ძალა უნდა იყოს ქართველი ერი და ვისაც ეს არ უნდა იმის მოკლედ, სანამ გუფი გუბას სანიკიძის დატოვებულ ფრთებს და კისერს ჭამს და სანამ საშა ზალოტოვი ნერწს ყლაპავს, გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ შემოუხაზე და ხელი კი არა რატო თავი არ გამიხმა. რუბრიკის სტუმარია ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი მურმან დუმბაძე. გთხოვთ. თქვენ წინა არჩევნებზე ამბობდით, რომ ვინც ხუთიანს შემოხაზავს, ვადასტურებ. ადასტურებ. ან ხელი გაუხმებაო, ან უარესი დაემართებაო და ეს უარესი ვინც მარჯვენა ხელით მოხაზავთ, ასე მოვა, ვინც მარცხენა ხელით, კი. და უარესი რა არის? ეხლა თქვენი ხელი მშვენიერია. ჩემი ხელი? თქვენ რა იცით რა შემოხაზე? მე ხომ ვადასტურებ, რომ გამოვიდა ეს წყევლა. ანუ მეწყევლა მიშველა. გიშველა. ამ შემთხვევაში ესე იგი, მე რო ეს არ მეთქვა, მაშინ შეიძლება შეცდომას დავუშვებდი და გადარჩით. ესე იგი, ეხლა რა ხდება? შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ რომ მწყევლიდით, ძუძუები მლოცავდა. კი. აი მაგალითად პარლამენტში რო შევდივარ, ჩვენიანებს კარგად ვესალმები. ხელის ჩამორთმევით. ეს ნაციონალები რომ მოდიან, ჩვენი ოპონენტები ხო, ხელებს ასე უკან მალავენ. გამხმარია ხელი. გამხმარია ხელი. უნდა რა დავინახო. სხვადასხვაშორის მე მინდა გირჩიოთ, რომ ახლა ამ არჩევნებზე ცოტა უფრო სამედიცინო ტერმინოლოგია რო იხმაროთ, ბატონო. და ითქვათ, რომ დაუშვათ, ვინც შემოხაზავს ხუთიანს, იმას დაემართება მაობლიტირებელი ენდარტერით. არა, ეხლა სხვანაირად ვაკეთებ ამ საქმეს. აბა როგორ? ეხლა მორწმუნე კაცი ვარ და მამა უმირჩია, რომ წყევლა არ არის სერიოზული საქმეა და ცოტა სხვანაირად. ეხლა ცოტა სხვანაირად მოძღრავ ამორჩეველს. აი მაშინ ვაშინებდი, აი მარჯვენა ხელი სიმსივნე, მარცხენა ხელი ინფექცია, ახლა ცოტა სხვანაირად ვაშინებ. აი ვინც 51-ს არ შემოხაზავს. ხო? უფასო მშობიარობა არ ექნება. დაიკარგება. უფასო წიგნები დაიკარგება. უფასო ჯანდაცვის სისტემა დაიკარგება. უფასო ბავშვთა ბაღი დაიკარგება და შვენივრად გაჭრა უფრო უკეთესი. ანუ ახლა რა ხდება? ახლა ხდება აი დაუშვათ. კი. მაგდავასაძე რო შემოხაზავს ავთანდილ მარგიანს ვერ იმშობიარებს, ამიტომ? ბატონო მურმან, შობიარობას შემოხაზვა კი არა. მე მგონი ცოტა სხვა რამე ჭირდება. მაგალითად ის რაც არ უნდა გახმეს არასდროს. რა ვიცი, ეს ყველაზე ძნელი გასახმობი მე მგონი. ესა. ხო, ახლა მე რაღაცები მქონდა თქვენთვის მომზადებული და რა ვიცი, თუ გამოიყენებთ, ნუ კარგი, ეს მაობლიტირებელი ენდარტერიტი ან არ მოგეწონათ, ან ძნელი დასამახსოვრებელია არა ექიმისთვის. ჰიპეროსტოზული კრანიორბიტალური მენინგიომა? ძნელია. არა. პარაპროქტიტი? არა.
კარგი. მაშინ ესე ფჩხილი ჩაგიბრუნდებათ? არა უშავს. კარგი. მე წელს კარგა ხნის შესვენების შემდეგ ვიყავი ბათუმში. დიახ. ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული. აჰა. მართლა ძალიან ბევრი რამ არის. როდის იყავით? ამ ზაფხულს. ხო. ანუ წინა ოქტომბრის მერე ბევრი რამე მოასწარით. ეს ჩვენი მთავრობის დროს. ქართული ოცნების. ხო, მანამდე არ ვიყავ. კი ბატონო. აი თქვენ რა მოგწონთ? არც არაფერი გაკეთებულა. აი მაგალითად რა ნახეთ. რო იყავით. ბათუმში? ხო. რა არის იცით? ბატონურმა ისეთი სიძვირე იყო. ხო. რომ ამბანის კოშკთან რომ მივედი, ფული უკვე გათავებული მქონდა. ხო, ამბანის კოშკი. ასე დავდექი და უყურებდი ამბანის კოშკი მიშას დროს გაკეთებულია. მოგწონთ თქვენ ეს ამბანის კოშკი? ამბანის კოშკი კი მომწონს, მაგრამ ერთი ასოაკლია დაავიწყდათ. 33-მდე ვერ დათვალეს, ასო ბგერა აკლია ერთი. რომელი ასო ბგერა აკლია? აკლია ბოლო აკლია. რომელია ბოლო ასო? მე მგონი რა. ია, კი. ასე მთავრდება. კი. სტადიონი რო არა გაქვთ? სტადიონი. აი ეს სტადიონი მართლა მიშამ დაანგრია. სტადიონი მიშამ დაანგრია. და შენა იმ სტადიონის ადგილზე ამბანის კოშკი. აი იქ ზუსტად იმ ადგილზე იყო მე სტადიონი. რატო დაანგრია სტადიონი? ხო. ბავშვობაში თურმე ბათუმში ისვენებდა. დიახ. და ერთმა ბათუმელმა ბიჭმა აუღო პენალი. და ეზიზღება სტადიონი. იმის მერე აი ასე გაბრაზდა და მოსპო სტადიონი და ყველანაირი ფეხბურთი ისე ამბანის კოშკი ძალიან მაგარია, მაგრამ ბათუმში რატო ასეთი სიძვირე? ბათუმში სიძვირე მაგარი ქალაქია, კონკურენცია მაღალია და ბევრი ფულიანი ხალხია და სადაც ბევრი ფული ტრიალებს იქ სიძვირე. ჩვეულებრივი კონკურენციის ამბავია, ბიზნესის ამბავია. თქვენზე დადის ასეთი ჭორი. დიახ. რო აჭარაშიო? ჭორი? ჭორი დადის, ხო. არა, მე რაც დადასტურებული არ მაქვს. კი ბატონო. ამას როგორ ვიტყვი? ჭორი არის ასეთი, რომ აჭარაშიო თავის ნათესავები დაასაქმაო, კარგ თანამდებობებზე დანიშნა და კარგ ადგილებზე დანიშნა. ხო. მე არაფერს არ მეც გამიგია, ბევრი ნაცნობები დაასაქმა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ტატიშვილები კი თავის დროზე ვიყავით დუმბაძეები. აჰა. მერე თავადი მოვწამლეთ. აჰა. ხელი გაუხმეთ. აჰა. და გავიქეცით და გავხდით ტატიშვილები. ერთ საიდუმლოს გეტყვი. ესე ტატიშვილები დუმბაძეები ერთი ხალხი ვართ, ხო? ხო. მოგეშინია. კარგად იქნება საქმე. დაგასაქმეთ. დაგასაქმე. ამის გარანტიას გაძლევ. სტადიონს რო ააშენებთ, დირექტორად დამნიშნავთ. მაგრამ უფრო მაგარ ამის გეტყვი. კი. აი ბაბუაჩემს ნათქვამი აქვს, რომ ივანიშვილებიც დუმბაძეები, ივანიშვილები ერთი გვარი ყოფილი. ტატიშვილები, დუმბაძეები, ივანიშვილები. ერთ სასტავია, მაგრამ ითვლი. ხო გეუბნებოდით, ჩემი დროც მოვამეთ. აი მოვიდა. არა, მაკალათიები ყოფილხართ სააკაშვილები. ჩვენ საერთოდ ზოგადად ტატიშვილები, ისეთი აი კეთილი გვარი ვართ. ყველა გვართან მეგობრობთ ვარდოსანიძეების გარდა. აჰა. ეგwari აქ მე ძალიან არ მომწონს. არა, ხო თქვენს გაქვთ ხო რაღაცა ვარდოსანიძესთან. შინაგანად, კი. კი. იმიტომ რომ თქვენ ნათესავს აახია Range Rover-ი. აი ამიტომ. არა, მარტო მაგითო არა. კარგი. თქვენი ერთი ფოტო მაქვს მე. დიახ. რომ მოგიყვეთ ახლა რა ხდება შიშე, მოდი ჯერ ვნახოთ. ერთი ფოტო. ერთობლივი ფოტო. სადაც თქვენც ხართ. კი ბატონო. ხო, აი როგორც სად უნდა ვნახო? აი მონიტორზე, ეკრანზე. ხო. კი ბატონო. დაინახეთ ყველა? მოდი კიდე ერთხელ გავუშვათ, იმიტომ რომ ვერ მოასწრო აი ქალბატონმა მეორე რიგში. ესე იგი ყველა ზის მაგიდასთან და რაღაც ბარის სკამზე. ხო. ზის მურმან დუმბაძე. მაგრამ აქეთ ვინ არის მე ხედავ? აქეთ ჩვენი ნათესავი ბიძინა. და დანარჩენი რაში მაინტერესებს ვინ არის? ვინც გინდა ის იყოს? საერთოდ მე მიყვარს ამ. ეს რა ღონისძიება? ეგ რა საინტერესოა ფოტო, მე არ მაქვს, მე მიზაჩუქრე. კი ბატონო. როგორც ნათესავი. კი ბატონო. ახლა მე რა მაინტერესებს? ბათუმელებს ახასიათებთ ეს უცნაურობა, რომ დიახ. აი მისამას რო კითხავ. დიახ. ყველა აი ესე ძველ დროს იხსენებს და ძველი სახელებით, ანუ აი სად არის დაუშვათ, გეტყვიან გორკზე ამაი. ლენინის და ლერმონტოვის კუთხეშია. ქუჩებს, ხო? კი, მასია, კი. აი მე ახლა თქვენ გამოგცდით რამდენად იცით ბათუმის ქუჩები.
ბათუმის მაჟორიტარი ვარ ეხლა. ხო. ეხლა თუ გამომცი რა უნდა გამომცადო? აი მოდი დავიწყოთ. ახლა რა ქვია გორკის ახალს დაასახელებ და ძველი არა, ძველს და ახალი მითხარით. გორკის ქუჩას რა ქვია? ბატონთან გეტყვით ეხლა. ბათუმში არის პატარა ქალაქია. ბათუმში უნდა დაემახსოვრო 5 პოლიტიკოსი კომუნისტის სახელი. ასე თიდან ზღვისკენ და გორკი, ლენინი, ენგელსი, მარქსი და კიროვი და კამო დამთავრდა. და მე აქეთ მის ვერტიკალურად ასე ვთქვათ მის გადამკვეთცეთ არის ჩიხები. ხო ჩიხები და დამთავრდა ეგ არის. ამიტომ ის საერთოდ ბათუმელებს აი გეთანხმები მაგაში რომ უყვართ აი ძველის დასახელება. ახლა გორკის ქუჩას რა ქვია არიცით? გორკის ქუჩას როგორ არ ვიცი ახლა რა ქვია, კი ვიცი, მაგრამ მე რას ვფიქრობ, იცი? გორკის ქუჩას რა ქვია? ვიცი. გორკის კი ვიცი როგორ რა წერალის სახელი ქვია. სხვა მწერალის. ზურაბ გორგილაძის, მაგრამ ბათუმი ვერ იმახსოვრებს ამ წერილებს. ბათუმი იმახსოვრებს უფრო იოლად. აი წასული. ერას ქუჩაა გორკი? არა, ზურაბ გორგილაძისა. ზურაბ გორგილაძის არის, ერაც აღარ არის. მაგრამ უფრო ჯობია რომ ის ვარიანტი გავიმეოროთ რა. ესე იგი წასული პოლიტიკოსების ქუჩები ხო იყო ბათუმში? დიახ. წასული პოლიტიკოსების გვარების ქუჩები გავაკეთოთ ბათუმში. სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ბოკერია, ბაქრაძე, ბარამიძე, მაჭავარიანი დამთავრდა ეგა, აი ისება ბათუმი. იოლად დაიმახსოვრებს უფრო ბათუმელი. პოლიტიკოსებს უფრო იოლად იმახსოვრებს. სამოქალაქო სექტორში წასული პოლიტიკოსების ქუჩაც გავაკეთეთ. ახლა თუ გავზრდით ქალაქს კი ახლა ქალაქი პატარა მეტი ქუჩა არ ეყოფა. გასაგებია. აი ეს ბარბიუსის ქუჩა იყო კიდე, სტადიონი იყო ქუჩაზე. კი, სტადიონი და ახლა არის იქ ანბანის კოშკი იქაც. ანბანის კოშკი არის. სტადიონი ანბანის კოშკი კი. კი, ბარბიუსი მახსოვს. მოკლედ, აი ჩვენ რაღაცნაირად ჩავატარეთ დღევანდელი დღე და ბატონმა მურმანმა დავგეგმეთ ჩვენი მომავალი ცხოვრება უახლოესი 4 წელი, 5 წელი. კი ბატონო. ძალიან დაკავებული კაცი ბრძანდებით და დიდი მადლობა მინდა გითხრათ მომზადებისთვის. მადლობა. მურმან დუმბაძე. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ვის უთხრა უარი ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად. და რუბრიკის სტუმრები არიან ცეკვავენ ვარსკვლავებიდან უდროოდ გამოვარდნილები ტოლი ბოისა და სალომე ჭაჭუა გთხოვთ. გამარჯობა. ნახე რა რითმი მივეცი რომ შემოხვედით, ვარდოსანიძე რო გონიათ მოცეკვავე? ნახე. მე სულ ამბობდი მაგას. ხო ამბობდი სულ, ვინ დაგიჯერა? ეხლა შეიძლება შესახედავად კარგი ბიჭია, მაგრამ ცეკვებში ახლა წავერ ხო? ცეკვებში რაღაც შენსავით არა, ჩემზე წინ წავიდა. შენზე წინ წავიდა. ამიტომ შენ უფრო მიყვარხარ თო. შენ მე არ გაგიგდივარ, ჩემი მანქანით არ დაგულაობდი ქალაქში. ასე რომ შენ ხო, სხვათა შორის ინაუგურაციაზე ვიყავი და რაღაცები გამომატანეს თქვენთან. წამოვიღე ეს ასე, რა ვიცი, ტოლიკ ეს შენ. ეს არის ნამცხვარი ლებრონ ჯეიმსი. თურმე ძალიან უყვარს მარგველაშვილს მაიამი ჰიტი. და ეს შენ და სალო, შენთან ლობიანი გამომატანეს. დიდი მადლობა გადაიჭირა. ასეთი სუცინცხალი, აი ხა მოდის. კალაბურთი რო უყურს ძალიან კაია. ეხლა მთავარია არმია შევაყვაროთ. არმია. მოკლედ, პირველი სტუმრები ხართ თქვენ ახლა გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ. ეპოქაში. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ რამე, აი ჩაიფიქრე ტოლიკ. ჩაიფიქრე? აგიხთა? ვერა გამომაგდო. ჩაიფიქრე? სურვილი.
აგიხთა თუ მომავალში აგიხდება? მომავალში ალბათ. აგიხდება. მე არაფერს ჩავიფიქრებ. იმიტომ რომ მე რო სურვილი ჩავიფიქრო, ვარდოსანიძე სიცოცხლის ბოლომდე ფეხით მიდის. სიცოცხლის ბოლომდე ფეხით მიდის და არ ჩავიფიქრებ. კარგი. მიუხედავად იმისა, რომ სალო, შენ მონაწილეობდი სამივე სეზონში. და რეალურად, ნუ ახლა რეალურად რა, ანუ მოგებული ვერ გახდი. არა, ხო. ვერც ერთხელ. ვერ მოვიგე. ხო, ვერ მოიგე. ვერც ერთხელ მაინც ჩემი აზრით, ჩემთვის სამეჯლისო ცეკვების და ზოგადად ამ პროექტის სიმბოლო ხარ შენ. დიდი მადლობა. რანაირი მიდგომა ეს. ახო, მე თქვენ ხო გაგაფრთხილეთ. სანამ მოვიდოდნენ სტუმრები, რომ როდესაც ვახსენებ სალომე ჭაჭუას, უნდა ტაში. როდესაც ვახსენებ გიორგი ვარდოსანიძეს, უნდა რა ვერ ისწავლეთ ეს, რა ვერ გაიგეთ, ხო? მე არ მახსენებ ხო დღეს? როგორ არ გახსენებ? როგორ არ გახსენებ? ჩემზე რა რეაქცია აქვს ხალხს? რა რეაქცია გაქვს ტოლიბოისაზე? მადლობა. კი, დამანახეშვილო ერთ წუთს მიაყუდე. ზოგადად კალათბურთს რო ახსენებენ, მე არ ვიცი იქ ვის რა მოწონს და ვინ არის აივერსონი და ლებრონ ჯეიმსი და მანუ ჯინობილი, კალათბურთს რო ახსენებენ, მე ყოველთვის მახსენდება ბოისა, ოღონდ ვლადიმერი. ეს როგორ არის, იცი? გახსოვს ჩვენ ბავშვობაში რო იყო სერიალი პირველ არზე გადიოდა ძილის წინ. აი ხა შენ ხელა არ ვარ. არა, ჩემ ხელა ეგრეც არ არის. ჩემ ხელა ვინ ხართ? გუფი, ძილის წინ გახსოვს სერიალი? აი, ძილის წინს რო ამბობენ, ეგრევე მარეხ ძოძუაშვილი მახსენდება ხოლმე. აი, ასე არის ტოლიკა კალათბურთზე. ხო, რა ვიცი, რაღაცნაირად ხუმრობ ხოლმე, ისე დეპრესიაში ვარ. რა ვიცი, ვარდოსანიძე და ძალიან ცუდად მომეცა. გაყიდა მანქანა, წილიც არ მოუტანია. რა არიცი? ხო წაიყვანე ჩემი მანქანა. ტოლი, კაი მომისმინე რა. ხო წაიყვანე ჩემი მანქანა, წაიყვანე. ღმერთმა შეგარგოს, ბიჭო, ვინოხერი. ერთხელ არ მიხსენებ. მარა, გაყიდე ხო? დამირეკე ერთხელ, შეკაიდედ მამიშვილი. და მითხარი, ოთარ, ახმელიაზე ხო არა ხარ? 100 ლარი წაგიყვან ხინკალზე რაღაცას გამოგიყვან. შენც არ მომიკვდე, შენც არ მომიკვდე. ეს მსახიობები, ვიცნობ სხვა მსახიობებს, კაცო, ხელგაშლილი ხალხი. ეს დამწვარი ვინ არის? ვინ არის? რა უნდა, კარგი დამანე. აღარ ვიდა ვარდოსანიძე რომ დომოდა მოვიწევდი. აღარ გამახსენოთ ეს კაცი. რას წერენ სოციალურ ქსელებში? ყოველთვის როცა მყავს ხოლმე სტუმრად ცეკვავენ ვარსკვლავებიდან გამობუძულებულები. გამობუძულები? არა, შენ ხარ გამოვარდნილი. გამობუძულებული არის ის. ისე სასწაულია, კაცო, 3-10-იანით და 2-9-იანით გამოვარდით, ხო? კი. და რატო არ გიხარულო ესე ლამაზად გამოვარდ? თავისთავად ძალიან საწყენია. საწყენია ორმაგად, იმიტომ რომ ანუ მართლა კარგად ვცეკვავდით და გამოვარდით და ამასთან ერთად რომ შოუს ესეთი მართლა მეგა პროფესიონალი დააკვირდა, მართლა ძალიან საწყენია. კი, ალბათ სალომეზე ამბობ იმედი. იმედი მაქვს. რას წერენ სოციალურ ქსელებში? თაკო ჩორგოლაშვილი ყველაზე მაგარია. მაგისი ნომერი ხო არ იცით ვინმე? ოღონდ SMS ნომერი კი არა, ნამდვილი. რა უცნაური წყვილია. რეზიკო მაყარა პარკეტი და ეს ნინა თითქოს ცალკეა. ნუ ეხლა ამის წაკითხვა არ მინდოდა, მაგრამ ობიექტური რო ვიყო, წავიკითხავ. ჯერ ეს სტატიშვილი არ გვეყოფოდა და ის გაბურძგნული კაცი ვინ არის ჟიურიში? ამას ალბათ ჩერტკოებზე ბენედიქტოვი, უნიჭერესი კაცია სხვათა შორის, მე მაქო ბევრი და პატვის ვცემ. კოჭლი ნიჟარაძე მირჩევნია გამართულ კოტიკოს. ჩერტკოევი და ვენედიქტოვი რო ბოისას ბედს გადაწყვეტენ, რა უთხარი მე იმ საქართველოს ქეთინო კალაშოვა. ეს ვიღაცა ხო არ გვეშვება ბიჭო რა. რა იყო გუფი? აი ეს სუწერს და წერს, გთხოვთ დააბრუნოთ როსტოვი. გთხოვთ დააბრუნოთ როსტოვი. აღარ აბრუნებენ ამ როსტოვს. აი ხა სალომე. რომელი მეწყვილე სამ პროექტში მიიღე მონაწილეობა? რომელი მეწყვილე დაგამახსოვრდა ყველაზე კარგად და რატომ ბოისა? ყველაზე ძალიან დავამახსოვრდა ესე ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ გიორგისთან მეორე სეზონი.
ეს სუბიექტურია. იმიტომ რომ არ დამთავრებულა ის სეზონი ამისთვის. იქ არის კიდე. რატომ? ალბათ უფრო ყველაზე ესეთი ძლიერი იყო პარტნიორებს შორის. არ გეწყიოს. ნათელია რომ უფრო ძლიერი იყო, თორე აქ კი არ ვიჯდებოდი ახლა. აბა წევლა ხო შენ? ცეკვავი მასკოვების წევლა შენ წადი ტატიშვილთან. ასე. ნეტა ვინ შემოგხედათ ცერად შვილებო. კარგი. მომავალ წელს თუ მიიღებ მონაწილეობას? არ ვიცი. ნახოთ. ეს დაანებო. ეს არის საშა ზალოტოვის ხუზი. მოიჩვია და LeBron James-ი მოეწა. მოიჩვია და ვერ გავაგდეთ. იმის მერე ვერ გავაგდეთ. კარგი. ყველაზე ძალიან, აი, თქვენი შესრულებული ცეკვებიდან მე მახსოვს ეს გლადიატორის. პასადობლე იყო, ხო? პასადობლე, ხო? აი, თქვენ თვითონ რა სიტყვით? აი, ყველაზე ძალიან, ტოლი, სალომეს დავანებებ თავს ცოტა ხანი, იმიტომ რომ სალომე არის აი უმაღლესი კლასის პროფესიონალია და სალომე რა სიტყვის ამ შემთხვევაში საინტერესო არ არის, იმიტომ რომ პროფესიონალი. აი შენ ყველაზე ძალიან რამდენი ცეკვა იცეკვე? 6? ხო. არა 7. 7. მე 8. შენც უმანქანოდადი ხარ და მეც. არა, მე დავდივარ მანქანით, მაგრამ კრედიტის ნაყიდით. და ზოგიერთებმა მოგებულით არ დადიხარ, ნუ არა, ზოგიერთებმა, აი აღარ მინდა ხო თქვი რა. იცი რა, მე უკვე მივხვდი რომ ამ კაც რეკლამას უკეთებ და არ იმსახურებს რა. ან მაგალითად აი გამომიყვანოს ბახმელიაზე. ერთხელ მაინც. კარგი, რომელიც ცეკვა და გამახსოვდა. რა, მე ლინდი ჰოპიც მომეწონა ეს პასადობლეც მომეწონა, პირველი ცეკვაც იყო კაი, მე ვფიქრობ, ანუ პირველი ცეკვის ჯამობაზე ჯაივიც ძალიან კაი იყო. პირველი ცეკვის რაზე ჯამობაზე? პირველი ცეკვის როგორც არის რა და რუმბაც ძალიან კარგად მახსოვს მე რომ მკითხო, ძალიან მაგრად მახსენდება რა. ახლა მე და შენ საუბრობდით იმ დღეს. ყველას გვეგონა და დარწმუნებული ვარ თქვენს დღემდე გონიათ, რომ ბოისა არის უკრაინული გვარი. ეს თურმე ასე არ ყოფილა. არ ყოფილა. გითხარ, მოგვიყევ ძალიან საინტერესოა. მე ვიცი რომ ფილიპინელი ბოისაც ყავს, ხო შენ Facebook-ში? მეგობრად. აფრიკელიც. აფრიკელიც. ბრაზილიელიც. ბრაზილიელიც. მრავლად არის. ანუ ვიღაც შენმა წინაპარმა მაგრად იგულავა. ძალიან მოილხირა, ძალიან. რატო გამოვარდით, როგორ გონია თქვენ? იმიტომ რომ ხალხი არ მიგზავნიდა SMS. რატო ხონდა ცოტა SMS-ი? ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული წესით წყვილი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩვენ გეუბნებოდნენ, ხო გახსოვს? ხო. აი ეგრე ჩვენს გვეუბნებოდნენ. ანუ მე რას მეუბნებოდნენ? მთელი ოჯახი გიმესიჯებ. მთელი ოჯახი და როცა დავიწყეთ ცეკვა, მაშინ გამომაგდეს. და თქვენზე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ნამდვილად. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყოველ ტურზე ვიყავით ჩვენ, ანუ SMS-ების ამბავში, ანუ სუბოლოზე. მე ერთხელ დავთქვი კიდევაც, ხო, ერთ-ერთ პროფაილში, რომ მეთქი ტყობა ოპერატორები ურევენ მეთქი თორე. არა, ოპერატორები არაფერს არ ურევენ. რა არის, ცი, რეალურად ეხა შეიძლება იუმორისტული გადაცემა, რაღაც, მაგრამ მე რეალურად გეტყვით, არაფერ ოპერატორები არაფერ შუაშია. უბრალოდ ამ ქვეყანაში არაფერი იკარგება უკვალოდ ზოგადად, არა მარტო ქვეყანაში, ბუნებაში და ვარდოსანიძის ცოდვებმა გიწიათ. მეტი არაფერი. მეტი შერაშუაში იყავი, თორე ეს კი იყო გასავარდი. ესე იგი თავიდანვე ვიყავი განწირული. კი, ოდესღაც გავარდებოდი, მაგრამ მე მინდოდა რომ მზიას და კუზანოვს გაეგდეთ. აი მაშინ რაღაცა აღდგებოდა, რაღაც სამართლიანობა. კარგი, ესე იგი, და დღეს რას გვიცეკვებთ? ტოლე რას ვცეკვებთ? ისეთი რაც მახსოვს ჯერ კიდე, ლინდი ჰოპის პატარა მოძრაობა შეგვიძლია გავაკეთოთ. პატარა მოძრაობა. ლინდი ჰოპი.
დასხედით. დავიღალე რამდენი იყო. რაში ვწერდი ამათიანე. კაცად. ეს იყო შენი ცეკვა? სინქრონი ხო იყო ხო? კი, სინქრონი იყო პირველი 3 წამი. მეტი არც ვიცეკვია. მეტი არ გიცეკვიათ. კარგი, მოკლედ. არ ინერვიულო ტოლი შენ. არ ინერვიულო, ცეკვით არ დაწყებულა შენი ცხოვრება და არც დამთავრდება. სალოვე კიდე სოფლიოში უმაგრესი მოცეკვავეა და ყველაფერი წინა აქვს. ვაგრძელებ ისე მე ჩემ ცეკვებს. თავის ცეკვებს? სპორტულ ცეკვებს. შენ სხვათა შორის ახლა თქვი, შეგიძლია თქვა რომ შენ ხო გაქვს სტუდია შენი. რატო არ ამბობ? მე გავხსენი სტუდია, თქვი? Prime Dance. დიახ. ეხლა ცეკვან ვარსკვლავების რეპეტიციებს რაც მიდის, აი ეს არის ჩემი სტუდია. ჩემი სტუდია. დიახ. და ვინ არის შენი მოწაფე ერთ-ერთი? თქვენი შვილი. დიახ. კაპიქს არ ვიხდი. კაპიქს არ ვიხდი. აი ათიანები რაში გამომადგა. აბა იმას ჩემ სახელზე სამხულიანიც არ აქვს ჩაგდებული. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. მართლა ჩემი უსაყვარლესი წყვილი იყავით, როგორც წყვილი და მართლა უსაყვარლესი ადამიანები ხართ, როგორც ასე ვთქვათ, ცეკვის გარეშე ცალ-ცალკე ადამიანები ძალიან დიდ პატივს ჩვენი უსაყვარლესი მსაჯი იყო. გმადლობთ, გენაცვალე. ძალიან დიდი მადლობა. ტოლიკ, ჩემი მეგობარი ხარ, მართლა ვამაყობ შენთან მეგობრობით, უნიჭიერესი კაცი ხარ და წარმატებებს და ყველაფერს კარს გისურვებ შენ ულამაზეს ოჯახთან ერთად. გენაცვალე შენ და სალო, ძალიან მიყვარხარ. ულამაზესი ხარ, ჩემიანი ხარ და ყველაფერი კარგი გამეხარდება შენი და მომიკითხე გიორგი, არ ეგონოს რომ არ მიყვარს. ძალიან მიყვარს ეგ დებილი, ძალიან. ჩემი ძმა არის, ჩემი მეგობარია. გაიხარეთ. სალომე ჭაჭუა, ტოლი ბოისა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ რა კონცერტია ფილარმონიაში ზუსტად ერთ კვირაში. და რუბრიკის სტუმრები არიან ბატონი ვაჟა დურგლიშვილი, ქალბატონი ლელა წურწუმია და დუეტი ჯორჯია. ხო? დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე მოგახსენებთ რომ უკვე დასამალი არაფერია, ხო? ბატონი ვაჟა დურგლიშვილი გახდა 65 წლის. 65 წლის იუბილე. გილოცავთ. როგორი ტყვიან ხოლმე ჩვენ დასურებზე, ჩემო ვაჟა კიდე 1-2-65 წელი. ასე ვიცით ხოლმე ქართველებმა. შემოგვეცალა მაგის მთქმელებიც უკვე. ატო აქ არა ვარ. ბატონო ვაჟა, შენ დაასხი და სათქმელი, მე არ დამელევა, იცის შემალელამ კაროჩი. იცის მე როგორი მსმელი ვარ. კარგი. ახლა როდის არის ეს კონცერტი? მოდი ზუსტად ვთქვათ, ვინ მონაწილეობს? 23 ნოემბერს 7 საათზე, სპეციალურად. და რატომღაც მოვიფიქრეთ, ასე ჯობდა მეთქი და. აჰა. ძალიან საინტერესო კონცერტი გამოდის, იმიტომ რომ ლელა, ქალბატონი ლელა, დუეტი ჯორჯია, იქ არიან ბათუმის ანსამბლია, ვაშთა ანსამბლი, შესანიშნავი ბიჭები არიან. და ვინც კი გამოდიან, ძალიან კარგები არიან, იმდენი გამოდიან, რომ შეიძლება ვინმე არ გამოჩეს მეშინია. ბატონო, ემინემი ჩამოდის ბოლო-ბოლო. ემინემი გვითხრა, რომ სხვაგან აპირებენ წასვლას და მეორეთო 66 რო შეგისრულდებაო? 66-ზე ჩამოვალო. თბილისში ვიქნებითო. აჰა, გასაგებია. ემინემი ჩამოვა. კარგი. იმიტომ რომ მაგან დაამუღამა ის თქვენი სიმღერა, ბარაქა და ხვავი მოხდეს, დაგელოცოს ფუძეჭერი, დალოცი. დავალებთ ამას თავი. ესე იგი ხედავთ რა ხდება 23 ნოემბერს 2003 წლის 23 ნოემბერს მიშა სააკაშვილის ბენეფისი იყო, 2013 წლის 23 ნოემბერს არის ვაჟა დურგლიშვილის ბენეფისი. როგორ იცვლება ცხოვრება? პოლიტიკასთან უნდა მიკავშირეთ ჩემს საქმიანობას. არა, მე თქვენ ხედავთ შემდეგ პრეზიდენტად, რა თქმა უნდა. და რას ვიფიქრებდი? მე რას ვიფიქრებდი, რომ ასე პირდაპირ ეთერში გადმომცემდნენ 10 ბილეთს. არა. იყო, აღარ არის. მაგრამ კურსებში არ შეიძლება მაგის.
მოცემა. კულისებში. ვინ მომიყვანა ეს კაცი მე? ვისი იდეა იყო ეს? კარგი, როგორ არ შეიძლება? ეს ხუმრობით რა თქმა უნდა 7 ბილეთი დაგჭა მოსაცემი, იმიტომ რომ 3 გადმომცა. 3 გადმომცა. სხვათა შორის სანამ ქალბატონებზე გადმოვალ მე მანამდე მინდა მივმართო რატის ვაშს. მე და მამა შენი ერთად დავდიოდით კავეენებზე. კი, მახსოვს. იქ მოსკოვში თამაშობდით კავენს, თუ როგორ თამაშობდით ჩვენ გვეგონა რომ თამაშობდით, მაგრამ ასე იყო, ვაჟაძე ამას მუსიკალურად აფორმებდა ყველაფერს, ნუ იქ საღამოს რა ხდებოდა, ამას არ მოვყვები. ასე მოვიდა 65 წელი. საღამოსთან. როგორ არა ხარ შუაში? კონიაკი რო წამართვით? ხო. სპუმეტი მოყევი ეგ ამბავი. ხო, ნუ რა მოყვე ხლა თავად მომართვი კონიაკი და იქით სეირნობდნენ ბავშვები. დროს ატარებდნენ და მითხრეს რომ მოდიო, რომ არ მოიწყენო, იქნება დალიო. ხო და გავიდა ერთი რამოდენიმე საათი და როგორ ჩანს იქ შემოაკლდათ სასმელი და შემოიხედა. ვაჟაძია, არ დაგილევია? არ დამილევია მე ვთხარი. მაშინ წავიღებ რა ის. უკან წაიღეს. აკა. გვიჭირდა მაშინ. გვიჭირდა. ასე მოვიდა 65 წელი. მოვიდა დაბადების დღეზე. შენ დაბადების დღეზე? კი, იმ წამს მაჩუქეს ერთ-ერთი ვისკი. აჰა. ანუ უცხო ადამიანი იყო და იზრისხდნენ სულ ჩემი მეგობრები და ნუ რაღაცა ხა ვერ არ მქონდა გათვლილი ადგილი და წამართვა უკანის. რაც მოგიტანა ის ვერ დასის, საჩუქარი უკან. კარგი. ძალიან გთხოვ, როდესაც მამა წარმატებულად იხუმრებს, იმას ნუღა გაიმეორებ. და რაღაცა სხვა მოიწ. ხო, ვიცი შენ სიმღერა იცი კარგად. 65 წელი კარგი ასაკია. 65 წლის ასაკში პენსია ინიშნება ხოლმე. კი, უკვე 2 თუ 3 თვე მაქვს. 2 და 3. აი თქვენ ბავშვობაში რაზე ოცნებობდით, ბატონო ვაჟა? პენსიას. მეც. თელი ბავშვობა არ მუშაობ და მოგდის ხეფას. თელი ბავშვობა მინდოდა რომ პენსიონერი ყოფილიყავი. ეს როგორი ბიჭია? უკვე ახლა ვამბობ ხოლმე მეგობრებთან რომ შვილი დავკარგე მეთქი და რატო? მე ვთხარი ახლა გადავიდა ვაკეში თავის ბინაზე და ვეღარ ვხედავ. და ვაკეში გადავედით ხო? იურმალა მოვიგეთ. ვაკეში გადავედით და ასე ვცხოვრობთ, საცხოვრობთ ვარსკვლავების სახში. ხედავში. კარგი, თქვენც იქ ცხოვრობთ, ქალბატონო? კარგი. ქალბატონო ლელა. დიახ. გადმოვედი შენთან. კი ბატონო. აი შენ რო გიყურებ, მაშინ ვნანობ მეგრელი რო არ ვარ. აი თქვენ რომელი სიმღერა გიყვართ ყველაზე ძალიან ბატონი ვაჟასი? მე რაღაც სიმღერები ამოწერილი მაქვს, მე ჩემს აზრს მოგახსენებთ. პირველ რიგში მე ულოცავ ბატონ ვაჟას იუბილეს 65 წლის იუბილეს. ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება და პრინციპში ის სიმღერა, რომელიც მე შევასრულე რამოდენიმე წლის წინ, ეს ენძელა, ბატონი მორის ფოცხიშვილის ტექსტზე. ძალიან დიდი ხნის წინ დაიწერა, როგორც ვიცი და მისი პირველი შემსრულებელი იყო ბესო კალანდაძე. შემდეგ ანუ ვეძებდით ახალ სიმღერას კლიპისთვის, რომელიც გადაიღო ბასო ფოცხიშვილმა. ცოტა მხიარულად. ბასამ შემოგთავაზა რომ მოდიო, აი მამაჩემის ტექსტზე არაჩვეულებრივი სიმღერა ენძელა, რომელიც დაწერა ბატონმა ვაჟამო, იქნება ეს სიმღერა ესე ვთქვათ, აგვეღო, მოკლედ ჩავწერეთ ეს სიმღერა, გადავიღეთ ამაზე კლიპით და სხვათა შორის ძალიან ესე ვთქვათ, ახალი სიცოცხლე მივეცით ამ სიმღერას. არაჩვეულებრივი მე ვგიჟდები, ნუ თვითონ სიმღერაზე და ტექსტზე სუხიშვილების ცეკვა იქ არის რაღაც ახალი სიტყვა მე მგონი, ხო? ხო, რაღაცა ისე ძალიან. თქვენ მოგეწონათ ეს ცეკვა? პროცესი მას თვითონ სიმღერა შესანიშნავად შეასრულა და იმ პერიოდში რაღაცა პესიმისტური განწყობილება მქონდა ყოველ დღე გავდიოდი მხოლოდ ოჯახზე ვფიქრობდი რა შემომეტანა და არ უნდა გვარ და ჩავდივარ მე ახლაც ასე ვარ მეტროში ჩავედი და ამდროს იქ ტელევიზორები ეკიდა ეხლა არ ვიცი კიდე თუ არა კიდე მაგრამ ხო და ხედავ ლელას მღერის ენძელას ხო და რაღაცას გონიამ კარნახოს გამაგრდი რაღაცა ისქელი. სანამ ჩავედი მე სამურთალოს მიმართულებით და გადმოვედი ამ იქიდან და კიდევ ლელა ჩანს და
კიდე მომხნევებს და მეუბნება რაღაცაკენი ვიხედე თავს. ხო და აი რაღაცა კარგი ის იყო ეს სხვათა შორის არც არ მინახია. სასწაული ქვეყანაა საქართველოს, სასწაული. მხოლოდ ამ ქვეყანაში შეიძლება დაწერო ჰიტი და იმოგზაურო მეტროთი. ჩემი საყვარელი სიმღერა არის მიყვარხარ ჩემო გლდანო. შენ რა იცი? საიდანიც. შენ რა იცი? აი ესეთი სიმღერაც არსებობს მიყვარხარ ჩემო გლდანო. აი ქალბატონო ლელა ზოგჯერ გაიარ მე რო გავდივარ შენთან კონსულტაციებს. შენც არ გაწყენდა ჩემთან კონსულტაციების გავლა. მიყვარხარ ჩემო გლდანო ესეთი სიმღერა აქვს. საიდან იცი შენ ეს დაწერილი ბატონ ვაჟა დრუგლიშვილს და ეს არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერა. სხვათა შორის მე მიყვარს სიმღერები ასეთ გეოგრაფიულ და ტოპოგრაფიულ სახელებზე. და რამდენიმე სიმღერაა ჩემი საყვარელი აი ასეთ ტოპოგრაფიულ სახელზე. მიყვარს ესე იგი Sweet Home Alabama. მიყვარს New York New York. მიყვარს მალჩიკ ხოჩით ტამბოვ. და ჩემო გლდანზე. ვაკელებო თქვენია? არა, ვაკელებო. და რატო არ გიყვარს? დიდი ხანია მე ვაკეში აღარ ვცხოვრობ და ამიტომ დიახ გისმენთ რაღაც კონკურსი იყო? ხო, არა, конкурსი იყო და გაიმარჯვა ამ სიმღერამ და გლდანზე იყო კონკურსი? ხო, გლდანის ჰიმნი უნდა ყოფილიყო, რა ვიცი და გახდა გლდანის 10 სიმღერიდან ეს სიმღერა რა ვიცი შეარჩიეს და გადმოგვეცა 1000 ლარი. სულ რაღაც. რაც მე რაღაცები ვიფიქრე, აი მაგალითად სხვა უბნებზე ხო არ და მე მაქვს იდეები. შორის, ახლა გამახსენე. ერთი მეგობარია, ჩემი მარსელ კაპანაძე, გდანის თეატრის დირექტორი იყო. და მან მითხრა, რომ ჭიათურაძე მოდი გამიკეთეო სიმღერო და მე მოველაპარაკე გამგებელსო და 1000 ლარს მოვაცემინებ. კარგი მეუთხარი და მომცა ტექსტი დავწერე. კაი გამოვიდა ძალიან და ველოდები ახლა გადასახადს. ნუ აი როდის დაგვასაჩუქრე. გამოგიგზავნეს 200 გრამი მარგანეცი. გავიდა რამოდენიმე ხანი და ბიჭო დაურეკე რა ხდება მარსელ მეუთხარი მეთქი რა ეს სიმღერა მზად არის და ბიჭო რა გითხრა ბოშო ეციო ეს მოუხსნიათო კაცო ეს ისო რა ქვია გამგებელია. ბიჭო რა ვქნა ახლა და მე გამოჩნდა ერთი ხუდისნიერი კაცი სამტრედიელი და მითხრა ვაჟო სამტრედიაზე მინდა რაღაც სიმღერა. ხო და ავდექი და შეუცვალეთ იქ იყო ჭიათურა ასეთ მისამღერი იყო და გადავაკეთე სამტრედია მოერგო მე ყველაფერზე მოერგება ნიჭიერი კაცი არა ნიჭიერი კაცი ხარ ბატონო ამასაც ნიჭი უნდა მე რას ვამბობ იცი რომ აი გლდანზე დაუბრუნდები ისევ რაღაც იდეები მაქვს და რა ვიცი მოგეწონებათ თუ არა აი სხვა უბნებზე მაგალითად არა გაქვთ სიმღერები არა მე გლდანში სხვა უბნებზე გლდანში ცხოვრობთ კარგი მე მაქვს რამდენიმე ვარიანტი ვარკეთილო რას მერჩოდი სანზონა მუხიანს ხომ აინც ჯობი ხარ შაურმა გლდანის ჯობია ჰაერიკი თემქისაო ჰე გადასარევია ამას შენ წერ თუ სცენარისტები გიწერენ არა ეს სიმღერები მე დავწერე აი მაგალითად პლეხანოვო რა კარგი ხარ ფასადურად არ მოგეწონა ირაკლის რატომ მე ჰა? ესე ხა ცოტა ხანი ლელას ექნება ისტერიკა? მერე დავანებოთ თან. მაგომი თუ გაცოფა. ეხლა ეს ათაფას დაგიძახე ირაკა. როგორ ვერ? არ შეიმჩნევა. მე გავიგე რომ შენ ეხლა ცოტა ხანი ახალ ხმას უყურებთ ბატონო. ხანდეს. ლელაჩდება. ირაკლის, მაგრამ რა თავარი არ შეიმჩნევა და გამომხედა და. ეს რა ისტერიკა ყურია. აი, ეხლა თუ აღარ ვიბღერ. რეალის ფანი ყოლია გუნჩი და გაგიგდია ახალ ხმაში. ხო, არა, ხო, რეალის ხო და სხვათა შორის მამონიჩა არის ბარსას ფანი და იმიტომ რომ წესიერი ქალი ხარ და ჭკვიან კაცს წაყე. ხო, ბარსას ფანი. ეს ადრე რომ წონდა. ბლაინდზეც კი არ დაგაჭერინებდი ხელსო, მეთხრა იმ ბრმა კასტინგზე. ძალიან კაი გოგოა ჩემ მარიამი. კარგი. კარგი, ახლა ბატონო ვაჟა. ამ ხალხს აქედან სიმღერის გარეშე არავინ გაუშვებს. ჯერ ვინ მომღეროთ? დუეტი ჯორჯია თუ ქალბატონი ლელა? მე რატომ მეკითხები? თქვენი სიმღერაა ორივე და იმიტომ.
რომელიც თვითონ გადაწყვეტად. ეს სიმღერა საკმაოდ ძველია. ქვია ძველია სამანე ბოლო ჩვენ ტექსტი შევცვალეთ. მე ირინა სანიკიძეს თხოვე და ახალი ტექსტი გავუკეთა ამ სიმღერას და ძალიან ლამაზი სიმღერა და ძალიან გამორჩეულია ჩემს რეპერტუარში არის ქალაქური ჟანრის სიმღერა და ფიქრობ რომ ძალიან ბევრ ესე ვთქვათ მსმენელს და მაყურებელს მოსწონს ეს სიმღერა და მე კიდევ ერთხელ მინდა ბატონ ვაჟას დიდი მადლობა გადაუხადო მისი შემოქმედებისთვის. ბატონი ვაჟა ნამდვილად იმსახურებს და ღირსია იმისი რომ იყოს უფრო მეტად დაფასებული და დიდი მადლობა თქვენი შემოქმედებისთვის. დიდი მადლობა ბატონო ვაჟა, დიდი მადლობა ქალბატონო ლელა. ახლა დუეტი ჯორჯია რადვიმელის. აბა თქვენი დროა. ესე იგი ეს სიმღერა რომ ეს არის ძველი სიმღერა ვაჟას რეპერტუარი შემოქმედებიდან არ მახსოვს ვინ ასრულებდა ბატონო ვაჟა ამ სიმღერას გულოგულოს. გულოგულოს? ანსამბლი იყო ენგური. და ნუ მოვისმინეთ, ნუ ძალიან მოგვეწონა ისეთი ქონდა რომ всё ეს იძახის ჰიტი. მე ფსიფაშვილი და დამწყები. ჰიტი გახდება. ალბათ ჯულია მოდელი. ნუ რაღაც ჩვენებური ვერსიით, სანო სტუდიაში გავაკეთეთ ბორიკოს არანჟირები, ძალიან დაგვეხმარა და ბას
ინებთ ახლა ბატონო, უსმეს, მოწონს, ძალიან მოწონს. ეს სიმღერა არ არის. და ეხლა ორი სიმღერა ხალხს რაც წერთ რაც გამოვა ეხლა. მაგრამ შედრუგლიშვილის ქვია. ჯერ არ მოусვენია და მოდი ყოველთვის დევს ჩვენ ჯერ მომასმენინეთ, იმიტომ როგორც წესი მამა უფრო მაგარია ხოლმე როგორც შვილი. ამიტომ მომასმენინეთ და ამიტომ ჯერჯერობით ჩემი ფავორიტი რო არ მომასმენინო დარჩები აი ასე. არა, ნორმალოს ფესტივალის აი მე-13 ტურის დღე ჩაფრთხილდა. ბატონო, ხუმრობ ხალბაროლა ვიდათ. არა, ბავშვებზე უხუმრობ ძალიან. შენი ბავშვები საიდან არიან ესენი გაზო? შენი ბავშვები არიან. ერთი დურგლიშვილია, მეორე ზამბახიძე და აილაირად არიან შენი ბავშვები. მამის გვარებზე არის. მოკლედ. ლელკომი ნამდვილად ავტორიტეტი. თუ ის ამბობს, რომ კარგ სიმღერებს წერ, რა თქმა, მაგრამ მან შეიძლება მოვისმინო. მამაზი გამოვიდა მართლა მე ძალიან მომწონს. კინოღამ მაკამ წამართოს ხათო. მოდი ასე მოვიქცეთ. კაცი ვილი აქვს 65 წლისა და